ეს გახლავთ ის მანქანა, რომელიც ელოდებოდა გიორგი ჭანტურიას წასაყვანად და იდგა ზუსტად ამ მდგომარეობაში. ეხლა ჩვენებას მოგცევენ ის პირები, რომლებიც შეესწრენ თავდასხმის ფაქტს. გოჩა, თქვენ ხართ შემსწრი ამ თავდასხმის ფაქტისა და თუ შეიძლება აღწერეთ რაც გახსოვთ, კერძოდ რა პოზაში იდგა გიორგი ჭანტურია ამ სროლის მომენტში, რამდენი სროლა გაიგონეთ, რა მიმართულებით და ასე შემდეგ. ესე იგი, რო გამოვედით ჩვენ, ჩავსვით ირინა მანქანაში, ესე ნელა წამოვედით, ჩავაჯინეთ ირინა მანქანაში და ველოდებოდით ჩვენი პარტიის წევრს უნდა მოეტანა ბიბლია, რომელზეც ფიცი მიიღეს კონგრესმენებმა. ირინა ჩავსვით, გია იდგა დაახლოებით აი ესე და აი თქვენ სადაც გიხართ, აი ესე ვიდექი მე. ესე იგი სახით რუსთაველის პროსპექტის მიმართულებით. რუსთაველის პროსპექტის მიმართულებით. და თან ელაპარაკებოდა ჩვენს მეგობარს აქ, მძღოლი ვინც იყო. და ამ დროს გავიგონეთ გასროლის ხმა. აი ესე რუსთაველის პროსპექტის მხრიდან გასროლის ხმა და უცებ ინსტინქტურად სროლის ხმაზე ყველამ რეაგირება მოახდინეთ, ხელი რომ მოგდა გია მოიკიდა ცოტა ხნის განმავლობაში ხელი თქვენი დექით იქ სადაც ახლა მე ვდგავარ აი სადაც თქვენ დეხართ ზუსტად აი აქ ვიდექით ის და გია იდგა ზუსტად აი ეს, იმიტომ რომ ირინასაც ელაპარაკებოდა და გრიშასაც ელაპარაკებოდა. ამ სროლის ხმის შემდეგ გიამ ხელი რომ მოიკიდა აი ესე მკლავზე მე უცებ მანქანა გავაყიდე ჩავაგდე გია მანქანაში. ინსტინქტით იგრძენით თუ ინსტინქტით ვიგრძენით რომ უკვე რაღაცა თან კონგრესის მსვლელობა მიდიოდა და სროლის ხმა აქ ისე არ იქნებოდა უბრალოდ. ჩავაგდეთ მანქანაში რომ შემოვტრიალეთ უკვე აღარაფერი აღარ ჩანდა უკვე ვერ დავინახეთ უკვე ხალხმა არეულობა დაიწყო გამოვარდნენ ვინ ისროლა რა ისროლა და უცებ რომ ჩავიხედე მანქანაში გია მითხრა გოჩა გონი დაჭრილი ვარო. და ხელი რო შევუყავით უკვე სისხლი მოსდიოდა ჩავხდით მანქანაში და წავიყვანეთ უკვე აქ ბალნო ის ლეჩ კომბინაცია ეძახიან სამონტყოფოს აი იქ.